მოგესალმებით. როგორც გაცხადებული იყო, 4 შაბათს 7 საათზე იქნება ჩემი გადაცემა 1 საათამდე დაახლოებით, შემდეგ 8 საათზე უკვე ის ლექციები, რომელიც მე შემოგთავაზეთ. ეხლა პირველი გადაცემა სტუდიიდან, ჩვენი ოფისიდან, ქართველთა დიდი გაერთიანებისა და მე მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ავეწყობით და ძალიან სერიოზული გადაცემები იქნება მრავალფეროვანი. მე დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. ეკონომიკური პოლიტიკას შეეხება დღეს ძალიან აქტუალურია. ჩვენი საზოგადოება არ არის ვალდებული, რომ ყველა ეკონომისტი იყოს და კარგად ერკვეოდეს ეკონომიკურ ნიუანსებში. უნივერსიტეტებში ეკონომიკის სპეციალობებზე კი სისულელეზე ასწავლიან. მე დღეს ერთ ფუნდამენტალურ საკითხს შევეხები, ჩართვა იქნება ლექციისა, თუ რას ქვია ის, რასაც საქართველოში კულტივირებას უკეთებენ და ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ეკონომიკის სამინისტროშიც კი, როცა მომიწია ყოფნა, ვიღაცა ცილებლად გამოჩნდებოდა, რომელიც მეტყველდა, რომ ჩვენ იცით ბატონო და ჩვენ არ ვერევით ბაზარში და ამიტომ და სერიოზულად გამესილაქებია, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთადერთი მიზანი არის ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა და მას კი თავისი ბერკეტები აქვს. ასე რომ საუბარი იქნება იმ მცდარ წარმოდგენებზე, გასაგებია მთავრობაც აბსოლუტურად დილეტანტია, მთელი ეკონომიკის სამინისტრო, კიდე რაღაც ამბლოკის სამინისტროები, ფინანსური სამინისტრო, ასევე პროფანების დონეა და ყველაზე მცდარი კულტივირებული თემა, რომ უცხოური ინვესტიციები არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. იდეოლოგიის დონეზე ეს ასეა, როცა გინდა სიბრიყვე გაასაღო გონიერებად. არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოურ ინვესტიციებს განევითარებინოს ქვეყანა, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარება სულ სხვა რამე უდევს საფუძვლად. არაერთგზი უზარმაზარი წიგნი დავწერეს, თანამედროვე უმაღლესი მაკროეკონომიკა. A4 ფორმატის 714 გვერდია. ეს პროფესიული თემაა. ეს ძალიან სერიოზული, სუპერ თანამედროვე დონეზე გაწერილი, როგორ იცით, მონოგრაფიული ტიპის სახელმძღვანელოა, ერთიც არის, მეორეც არის და მე ყველას, ვინც კი ეკონომიკასთან შეხებაშია, ვთხოვდი, რომ ისაუბრებთ ეკონომიკაზე, თუ თქვენ სერიოზულად პროფესიულ დონეზე არ ახართ გარკვეული. არ შეიძლება მუსიკაზე ისაუბრო ადამიანმა, თუ ელემენტარული წარმოდგენა მუსიკაზე არ აქვს. არ შეიძლება ექიმებს ესაუბრო ვიღაც და ჭკუა ასწავლო თავიანთ საქმეში, ან ქირურგებს ესაუბრო და შენი იდეოლოგიური წარმოდგენებით ესაუბრო. არ შეიძლება მშენებელს უთხრა, კონსტრუქტორს უთხრა, რომ იცით რა, მე ლიბერალური კონსტრუქცია მჭირდება სახლის. მეცნიერებამ არ იცის იდეოლოგია. იდეოლოგია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, რა სახელიც არ უნდა დაარქვა, იმიტომ რომ განვითარება ეფუძნება სხვა რამეს. ეფუძნება ცოდნას, ცოდნის დაგროვების ტემპს და რამდენად მასიურია იგი ქვეყანაში. ესე იგი, თავიდან ბოლომდე მცდარი წარმოდგენა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს უცხოელი ინვესტიციებს, არა, ამის ნაცვლად საჭიროა საკუთარი პოტენციალის განვითარება, ცოდნა, განათლება, ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის სტარტაპებით დაფარვა უახლეს ტექნოლოგიებზე, სერიოზული განათლების შემოღება და ასე შემდეგ. შეიძლება ვინმე მითხრას, რომ მარშალის გეგმა იყო ევროპაში ომის შემდეგ და ევროპა აღორძინდა. ესეც არის უვიცობის ბრალი, იმიტომ რომ გერმანიის სასწაული, რომელიც 10 წელიწადში იქნა რეალიზებული, მარშალის გეგმის
დამთუგნებად სხვა ევროპული ქვეყნების მარშალის გეგმის საფუძველზე არ არის განვითარებული. მთლიანად ომის შემდგომი ევროპის განვითარების მთელ პროცესში მარშალის გეგმას ჰქონდა მაქსიმუმ 10-15%. მაქსიმუმ. ფული იყო საჭირო, გასაგებია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი გააკეთეს იგივე თუგნებავთ შესანიშნავმა ეკონომისტმა ერხარდმა, ძალიან კარგმა კანცლერმა ადენაუერმა და ასე შემდეგ, რომელსაც უკავშირდება გერმანული სასწაული და არავითარი გარეშე ძალის მიერ არ იყო ეს განპირობებული. გერმანიას ომის შემდეგ დაუბრუნდა 12 მილიონამდე გერმანელი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ამ გერმანელების мотиваცია იყო უზარმაზარი. აი სწორედ ადამიანურმა мотиваციამ, წარმატების მიღწევის საშუალებამ, ხელისუფლების პოლიტიკამ, რომ ამ ხალხისთვის შეეწყოთ ხელი, ამასთანავე განეხორციელებინათ ისეთი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მიცემდა განაპირობა ომის შემდგომი ევროპის ეკონომიკური წარმატება და ეს არანაირად არ იყო დამოკიდებული მარშალის გეგმასთან. ამიტომ საქართველოში ეს ჭაობში გადაგდებული აზრის კულტივირება ხელისუფლების დონეზე, რომ თურმე არაბულ ინვესტიცია შეუძლია საქართველოში რაიმე შეცვალოს, მე სადღაც წავიკითხე, რომ აი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8-ით ზრდას გამოიწევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პროპაგანდისტულ სისულელეს მე შევახსენებდი ყველას, ვისაც კი ასეთი აზრი აქვს, რომ როდესაც 2014 წელს ხელი მოეწერა ევროპასთან იმ ფართო თითქოს და ხელშეკრულებას, ნახეთ რა პროპაგანდა იყო, ლამის ბედნიერების საფუძველი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში მხოლოდ ამ ხელშეკრულების შედეგად იქნებოდა 4%-ით მატება და ასე შემდეგ და ასე. მე წავიკითხე ეს 1000 გვერდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მომიწევდა საუბარი ვიღაც კითხავდა და მე კი არა ვარ მიჩეული რომ რაიმე არ ვიცოდე, აი უჯრედის დონეზე და ისე ვისაუბრო ამის შესახებ. წავიკითხე ყველაფერი, დავწერე სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნდა Time Business Georgia, ხო ჟურნალი იყო აზერბაიჯანელი გამოცემდნენ საქართველოში. ძალიან სერიოზული გამოცემა იყო, ისინი ყველა საელჩოში ავრცელებდნენ, საზღვარგარეთ ავრცელებდნენ და ასე შემდეგ. ამ სტატიას ქვია პერიპეტიის აგლაშენია, ანუ ხელშეკრულების პერიპეტიები და მე გავწერე, რომ ამ ხელშეკრულების შედეგი იქნებოდა ნული, დავასაბუთე, არა ორიენტაციის წყალობით, რომ არიქა მე აქაური ვარ და იქაური ვარ. არა, ორიენტაცია მე მაქვს ერთი, ეს არის ეს საოცარი ქვეყანა, რომელსაც უპასუხისგებლად ვეპყრობი. არაერთი სამეცნიეროდან იყო ზარი, მათ შორის ზოგიერთი მოვიდა, მათ აინტერესებდა თუ რატომ ვფიქრობ მე ასე, რადგან სამეცნიერო სტატიაში რაღაც კითხვები გაუჩნდათ ადამიანებს, მე მათ დეტალურად აუხსენი ყველაფერი და ეს სტატია არსებობს, იგივე შემიძლია დავწერო ახლა, მაგრამ იმ ხელშეკრულებასთან შედარებით ეს იმდენად პარაზიტული ხელშეკრულებაა, რომ ამაზე ნამდვილად არ დავწერ, უბრალოდ რასაც ვაკეთებთ და ამას არ შევწყვეტ, ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამ უბედურების წინაშე ძალიან კაცრი და შეუვალი ვიქნებით. თავარი ტყუილი, ტოტალური ტყუილი საქართველოში ეს არის შენი ხალხი გარბის ქვეყნიდან, იმიტომ რომ საცხოვრებელი პირობები გაუარესე, გაუსაძლისია, ბანკების იმ
პარაზიტული პოლიტიკით ადამიანები გახადე კაბალაში ჩააყენე სამსახურის სტაბილურობა თუ არის ადამიანს აქ სისუსტე ფულს აძლევენ იღებს არ ფიქრობს რომ შემდეგ რა მოხდება არა და სესხის აღება თუ გარანტირებული შენი საშემოსავლო თქვათ ტრაექტორია კარგად არ არის გარკვეული და გარკვეულ რისკებს ექვემდებარება სესხის აღება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მიმზიდველი იყო შემდეგ საოცრად შეიცვალა სიტუაციები და ჩვენ მივიღეთ ის რომ ადამიანები გარბიან ამ კაბალისგან რომ როგორმე თავი დააღწიონ ადამიანები გარბიან იმიტომ რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არის მცდარი არის ორიენტირებული არა ქვეყნის განვითარებაზე არა ქართველთა ხალხის ქართველთა კეთილდღეობის მიღწევაზე საკუთარი შრომითა და თავისი იმ ინტერესით რომ თავისი თავი განავითაროს უკეთესი პროფესიონალი გახდეს უფრო მეტი გამოიმუშაოს არა ყველაფერი არის დაკნინებული რაც ქართულია და ყველაფერი განდიდებულია რაც კი უცხოურია ეს იმ განათლების მახინჯის სისტემის ბრალია სადაც ადამიანები ახალგაზრდები გაზარდეს ამ უსაშველოდ პროფესიულ სფეროში, როგორც არის ეკონომიკა და ფინანსები და სისულელეს ბოდავენ, რომ ბაზარ ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიო, ბაზარში ჩვენ არ ვერევით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, რა კი იდეოლოგიურად ცდილობენ გაამართლონ უცხოელების ხელში ქვეყნის ეკონომიკის გადასვლა და ეს ასე მოხდება იმიტომ რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა არის კატასტროფული ქართველები მომაკვდავი ერების სიაში არიან შეტანილი და ამას თუ არაფერი შევცვალეთ ჩვენ არაფერი არ ეშველება ეს ქვეყანა ცარიელი ვერ დარჩება ამ ქვეყანას პატრონი გაუჩნდება და ამ პატრონის კონტურებს სახავს დღევანდელი ხელისუფლება რომელიც იქცევა მაქსიმალურად უტიფრად არაპროფესიონალურად, მაგრამ როცა უტიფრობა მიზანი გაქვს, გააკეთო ის რომ ქართველები აღარ დარჩეს აქ, პროფესიონალიზმი რაც იქ ჭირდება, ამაზე უნდა წახვიდე. ესე იგი, აქ როცა წდება რაღაც, მე ყველაფერზე შეიძლება წასვლა. ამიტომ ამ არაბული ინვესტიციიდან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტიციიდან თუ ის არ არის ქართული ჯგუფის მიერ შემოტანილი და ჩემი პოზიცია რომ სწორად იყოს წარმოდგენილი მე მიმაჩნია რომ ხელისუფლების ვალია არა არაბი და ვიღაც ინვესტორების შემოყვანა არამედ ვალია ისეთი სამეწარმეო გარემო შექმნა სტაბილური კანონმდებლობით და ასე თამაშის წესებით რომ ქართველი საქმიანი ადამიანები თავისთვის არასაკმარის თავისი საქმისთვის არასაკმარის ფულად შემოდინებებს თვითონვე მოძებნიან უცხოეთში ინვესტორებს წილობრივ მონაწილეობაში ჩართავენ, მაგრამ არა 51 და არა 100%-ით, ხალხს ამ მისაღებია კანონი, სადაც საქართველოში უცხოელ იურიდიულ პირს, ან ფიზიკურ პირს არ შეიძლება კონდეს საკონტროლო პაკეტი რაიმე სახის საკუთრებაში, კომპანიამ აქ ცხადია პირველ რიგში მხედველობაში და მაშინ ეს ყველაფერი თანაც არ უნდა ჭირდებოდეს ამას ხელისუფლების ნებართვა, ამას არ უნდა ჭირდებოდეს არიქა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ეს კომუნისტური ბალამუტი, რომ იტყვია, რომლის გარეშეც ყველა უცხოელმა ვინ შემოდის საქართველოში იცის, ამათ გარეშე აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ამიტომ მიდიან ნახულობენ გზებს და შემდეგ რაც გვაქვს შედეგი სახეზეა. რა გამოდის?
არა მარტო ეკონომიკური პოლიტიკაა შესაძლებელი, არამედ შესაძლებელია ხელისუფლების მენტალიტეტი. მე არ ვიცი ამ ხალხს რამდენად შეუძლია რაიმე ცვლილებები განახორციელონ თავის მყარ შეხედულებებში, რომელიც იმ ნეოლიბერალურ ტყლაპოს ეხება, რომელშიც გაიზარდნენ ისინი და თუ არ გაიზარდნენ, აითვისეს, იმიტომ რომ სარფიანი საქმე იყო 1994 წლიდან ნამდვილად სარფიანი საქმე იყო. და არის კიდევ პარაზიტიზმამდე მისული საზოგადოების დიდი ნაწილი 34,000 არასამთავრობო მსოფლიოში პირველია 333 პარტია მსოფლიოში პირველია და მოსახლეობის წილობრივი ნაწილის მიგრაცია არის ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. აფრიკულ ქვეყნებს არ ვადარებ, იმიტომ რომ იქ სხვა პრობლემებია, აქ სხვა პრობლემების გამოა წარმოქმნილი ეს ყველაფერი. არანაირი უცხოური ინვესტიცია თუ ჩვენ არ შევქმნით იმ გარემოს, სადაც ნიჭიერი ხალხი მიდის ცოდნის დასაუფლებად, პროფესიის დასაუფლებად და პროფესიის ასამაღლებლად, სანამ ისინი მთელი ქსელი არ შეიქმნება ქვეყანაში, რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა მიმართული იყოს სტარტაპების მეშვეობით, ახალ ტექნოლოგიებზე და ტექნიკის სხვა მხარეებზე არაფერი არ გამოვა. არაბი აშენებს თავისთვის იმ 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომ ახსენებენ, ეს არის ტყუილი. 6 მილიარდი არაბმა გადაიხადა იმისთვის, რომ ქართული მიწა ეყიდა. გადაიხადა. არაბის მიმართ არაფერი პრეტენზია არ მაქვს, ჭკვიანი ხალხია, თავის ქვეყანაში ქვიშაზე სასწაულები ააშენეს და ხედავენ ნაგერ ზღაპრულ ქვეყანას, სადაც გამყიდველი ხელისუფლება ყიდის თავის მიწას. აბა ერთი მიდით იქ არაბის სილას თუ მოყიდის ჰექტარი, ანუ 10 ჰექტარი უთხარი, რამდენი უთხარი ჩვენ ახლა რამდენს ვაძლევთ 551 და 251 800 ჰექტარი. აბა ერთი ჩადით არაბეთში და 800 ჰექტარი უდაბნოში, მეტი არა იქ ყველაფერი გაუდაბნოებულია, ხო? იყიდეთ თუ მოყიდის ვინ. აბა შენ რო ყიდი ამას, რა მამა შენის დატოვებულია თუ რა არის? ასე რომ ეს ტყუილია პირველ რიგში, თავარი არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იქნება საკუთარი რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციაზე, სწორად განთავსებაზე, ალოკაციას, რასაც უწოდებენ ეკონომიკურ მეცნიერებაში, ეს არის ძალიან რთული რამე, ძალიან სერიოზული ცოდნა ჭირდება. აი შემიძლია გითხრათ, საქართველოს უბრალოდ რესურსები განაწილებულია უმახინჯესად. არსებობს თბილისი, სადაც ყველა რესურსი აბსოლუტურად არარენტაბელურად არის გამოყენებული, მათ შორის ის, რომ საქართველოს დიდი ნაწილიდან ხალხი ფეხით აკეთებს არჩევანს და მოდის თბილისში, იმიტომ რომ იმ რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა. როგორ იყენებს ამ რესურსს საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით თბილისის მერი აზრზე არ არის, არ ჭირდებათ ეს ყველაფერი. ქთამი გარანტირებულია, ეს ხალხი თვითონ რაღაცას მიხედავს თავის თავს. ამიტომ იმისთვის, რომ სწორად განათავსო რესურსები, ადამიანური რესურსები, მატერიალური თუ თქვათ საწარმოო რესურსები და ასე შემდეგ, ამას ჭირდება სერიოზული ეკონომიკური ცოდნა. ეკონომიკური ცოდნა, რომელიც საქართველოში არ ისწავლება, არ არსებობს ვინმე საქართველოში ახსნას, როგორ ხდება პროფესიული თვალსაზრისით რესურსების განთავსება. ეს რომ ახსნა პროფესიულ დონეზე, შენ უნდა იცოდე ფუნქციონალური ანალიზი, შენ უნდა იცოდე სერიოზული თეორია, რომელიც ინტუიციურად
არ მიხვედრადია, ვერ მიხვედრადია. ინტუიცია ამ პროფესიულ სფეროებში ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის უმკაცრესი თეორიები, რომელიც ცოდნას მოითხოვს და ინტუიცია, რა თქმა უნდა, ადამიანში განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის ის სფერო, ეკონომიკა არ არის ის სფერო, სადაც ჩვენ ინტუიციის დონეზე შეიძლება აკეთო რაიმე. რა გავაკეთოთ? აი ასეთი სიტუაცია. ეკონომიკური განათლება უმახინჯესი, ეკონომიკური პოლიტიკა უმახინჯესი, ეკონომიკის სამინისტრო უმახინჯესი, სხვა სამინისტროები სოფელი იქნება თუ ფინანსთა მინისტრი იქნება თუ ვიღაცა სამინისტრო რომელიც ამ ფინანსურ ეკონომიკურ ბლოკს განეკუთვნება, თქვენ ნახავთ რომ ყველგან ერთნაირი კატასტროფა არის. ამიტომ ეს ტყუილი რატომ გაჭრა ამ ტყუილმა? ორი მიზეზია. ერთია იმ ინტელექტუალური ელიტის უსაშველოდ სისუსტე და უპასუხისმგებლობა, რომლებიც უნდა აკეთებდნენ პროფესიულ შეფასებებს ხელისუფლების პოლიტიკისა. გარდა თითოეულ ადამიანისა, ამას პირიქით ემსახურებიან. თქვენ ნახეთ რა განცხადებები კეთდება ეგრეთ წოდებული ოცნების მხარდამჭერების მიმართ. ისინი ან იდიოტები არიან, ჩამოყალიბებული, როგორ უჭერენ არაბულ, იმიტომ რომ დავალება მიიღეს, თუმცა ოცნების ტრაგედია განა იმაშია, რომ რასაც აკეთებს. მას იმერი მხარდაჭერები ყავს და ასე გონია იმ მხარდაჭერებით შეუძლია მას წარმატების მიღწევა. ოცნებამ შესანიშნავად მოატყუა საქართველო უკვე 13 წელია, ეს ტყუილი გრძელდება, არაბული ინვესტიცია არის გვირგვინი, რაც კი ოცნებას ჩაუდენია იმისა და დავამთავრებ აზრს. 6 მილიარდი გადაგიხარდა მიწის საკუთრება. თან 33% გიტოვებს შენ ამ პროექტში, რომ მიხედო იქ 1000 რამი ამხელა ქალაქებს, ორ ქალაქს მოვლა უნდა, იქ რეკრეაციული ზონა და ასე შემდეგ, ანუ შენ მომსახურის როლი დაგიტოვ. არაბი ამის შემდეგ ამ ორ ქალაქში ჩადებს 60 მილიარდ დოლარს. თქვენ გონიათ 6 მილიარდი ინვესტიცია, 6 მილიარდად ეს ხელისუფლება იყიდა და მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება. არაბის ბრალია ეს? არაბის ბრალი არის ნული. უყურებს ამნაირ ქვეყანას უპატრონოდ გამყიდველი გადაწყვეტილების მიღები პირები წაყიდულობს. მას გათვლა აქვს არა 10 წელზე, არა 20 წელზე, არამედ გათვლა აქვს 40 და 100 წელზე. ყველაფერი შესანიშნავად იციან. ხედავენ რომ ერიკოდება, ასე თუ გაგრძელდება, ხელისუფლება გამყიდველია. ისინი 100,000-ობით არაბის ჩამოსახლებას აპირებენ, არ დაუმალავთ. ეს ადამიანები გამრავლდებიან, მოვა დრო და ბინადრობის ცენზი დაფარული ექნებათ, როგორაც არ უნდა გაურთულო კანონები. შენ არ იქნები, ის იქნება, აბა როგორ? შენ არ მრავლდები. შენ გარბი ხარ ქვეყნიდან, ის კი მოდის საღი, შეძლებული, მიზანმიმართული, საქმის მცოდნე, ნახეთ რა სპეციალისტები ყავთ არაბებს. ემირატები აიღეთ თუგნებად. ნახეთ განათლება როგორ არის დაყენებული თუგნებად ემირატებში, თუგნებად ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, თუგნებად აფრიკულ ქვეყნებში. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რა უნდა გვიხაროდეს, რომ ქვეყნის და ეს არის უცხოური ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ეკონომიკას განავითარებს ნული. ამ ინვესტიციის შედეგი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში იქნება ნული. ქართველი ხალხის კეთილდღეობის ზრდა ამ სხვისი ფულით იქნება ნული.
ადამიანი თავის კეთილდღეობას უნდა ქმნიდეს თავად წესიერ გარემოში. ეს წესიერი გარემო მოუსპო ამ ხელისუფლებამ და ეხლა კვებავს ზღაპრებით ამ ადამიანებს, რომლებსაც მე ძალიან ცუდად ვიხსენიებ, იმიტომ რომ ესენი არ არიან ქართველი ხალხი, ეს არის ქართველი ხალხის მარგინალიზებული ნაწილი, რომელსაც მე უბრალოდ მოურიდებლად სეთურის ბრბოს უწოდებ. დიახ, სეთურის ბრბო ის რაც არის შესანიშნავ ნაწარმოებში და ძალიან კარგ ფილმში ზუსტად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არიან დღეს ქართველები. ამიტომ გთხოვთ, აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს დაუჯდები, რაც ახლა მე ვთქვი, თუ ვინმე შემევადა, რომ თითქოს ეს ეკონომიკაც განავითარებს და არაფერს არ განავითარებს შენ ყიდი ქვეყანას და ეს დაგიბრუნდება მალე იმ გადაულახავი სირთულეებით თუ ასე გაგრძელდება, რომლის გადალახვის არც რესურსი ექნება ქვეყანას და არც ძალა. გარკვევით გვითხრეს. ამ ხელისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ გითხრა გაეროთ სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც მოსახლეობას და ასე შემდეგ მთელ მსოფლიოში აკვირდება და ზუსტი ინფორმაცია აქვს. 2050 წლისთვის მომაკვდავიერი იქნებითო შეცვალეს ეს მონაცემი და თქვეს 2032 წლისთვის ქართველები იქნებიან ეროვნულ უმცირესობაში და მე რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? ვის ვებრძოლოთ? უმრავლესობაში მყოფ ადამიანებს? ბრძოლა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ აქამდე რატომ იყოს? არ ჩანს ეს რომ ასე იქნება? ამიტომ ჩემი თხოვნა არის, მე ხა დავასრულებ დღევანდელ ჩემს გადაცემას 8 საათისთვის კი ჩავერთვები უკვე ლექციაზე. მე გთხოვთ იფიქროთ ამაზე, გაიაზროთ მშვიდად, წყნარად და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ეს ჩვენი საერთო ქვეყანა, საერთო ძალისხმევი თუ არ მოუარეთ იმ ქართველებმა, ვისაც ეს ქვეყანა ძვირად უღირს. წარსული ახსოვს, წინაპრის პატივისცემა, ხსოვნის პატივისცემა, მომავალზე ფიქრობს, სხვა არავინ არ მოულის. ხალხი უვლის თავის ქვეყანას, ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. თქვენ ასე იყო თუ ისე იყო 33 წელია ირჩევთ იმათ, ვინც ანადგურებს ამ ქვეყანას. ამიტომ მე ყველას ვერ მიმართავ და კიდევ ერთ განმარტებას გავაკეთებ. ქართველთა დიდი გაერთიანების ილუზია არ ქონდეთ, რომ ეს საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულში ყველა მცხოვრებ ქართველს გაერთიანებს. ასეთი რამ სოფლიოში არასდროს მომხდარა. არასდროს არავის არ გაუკეთებია, იმიტომ უაზროა ეს. ადამიანები სხვადასხვანაირია, მათთვის არ არის ის ძვირფასი, რაზეც მე ვსაუბრობ. ქართველთა დიდი გაერთიანება არის ყველა საღი, შემართული, მოქმედი და ერთმანეთის გვერდით მდგომი ხალხის გაერთიანება. ამიტომ ის სულელური ნარატივები, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს თურმე ერთმანეთი, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ეს არის ზერელე ხალხის ნარატივები. ჩვენ სიყვარულს ვერ შევძლებთ ყველას, მაგრამ ჩვენ პატივისცემა უნდა შევძლოთ. ჩვენი მოქალაქე თუ არის, მე ვიცნობ თუ არ ვიცნობ, სანამ მას ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ცუდი და ადამიანის წინაშე ცუდი არ ჩაუდენია, ჩემი პატივისცემის ქვეშ არის. ეს არის ანბანი. ესე იგი, არა, ეს სულელური გვიყვარდეს ერთმანეთი, არამედ პატივისცემა ერთმანეთისა. მეორე. ჩვენ ამ ხალხის მეშვეობით, ეს არის მოქმედი ხალხი და ასე დაძლია კრიზისი ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, რომელიც დღეს წარმატებულია, განსაკუთრებულად შემართული ხალხი,
იკრიბება, ეს არ არის ყოველთვის მრავალრიცხოვანი, ეს არის მინიმალურად აუცილებელი რიცხვი. არ მინდა ეხლა იმ რაოდენობაზე პრინციპში ჩვენ დათვლილი გვაქვს, გამოთვლილი გვაქვს, რატომ არის მინიმალურად აუცილებელი რიცხვი, იმდენი, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ამ თემაზე სხვა დროს იყოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ, 8 საათისთვის ისევ ჩავერთები. კარგად.